წავიდა. მოიცა, ჩავაყალიბე მაზერს. 1-2, როგორ ისმის? ამოჭერით. ეს დაიჭრება ხო შვიდო? კითხვა რა თავიდან გამევრო? ვირია მეც. არ უყურთ რა. არა. ერთ შვენიერ დღეს დაუბრუნდი მთიდან და აი სოციალურ ქსელში დავიწყე ვიდეო მონტაჟის კურსის ძებნა. ლექციაზე მივდიოდი და ავტობუსში სკროლდი Facebook-ს. პროექტის შესახებ გავიგე ჩემი მეგობრისგან, შენ ერკვევი ეგეთ რაღაცებშიო და ალბათ საგაინტერესებსო და თურმე კურსზე იყო კიდევ თავისუფალი ადგილი, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდი. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მეგონა რომ ამიყვანდნენ, მაგრამ აღმოჩნდი აქ. ჩემითაც ჰობის დონეზე ვაკეთებდი ხოლმე რაღაც ვიდეოებს და გადავწყვიტე რომ პროფესიულადაც შემესწავლა. მინდოდა ამ სფეროში ზოგადად პირველი ნაბიჯები გადამედგა. იმ პერიოდში მქონდა ორი არჩევანი. პირველი ეს იყო წავსულიყავი გაცვლით პროგრამაში ნიდერლანდებში 2 თვით და მეორე გამეგრძელებინა და ჩამეორებინა ამ კურსზე და როგორც ხედავთ მე წავედი ნიდერლანდებში. მოიცა მოვიფიქრო, ვერ მოვეწონა და რა ვთქვა? მომეწონა ის, რომ სწავლასთან ერთად თან ვერთობოდით. აქაური გარემო, აქაური ხალხთან ურთიერთობა და ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე. ეს უნარჩვევები პირველ რიგში რაც ავითვისე, განსაკუთრებით გარემო, აქ რომ მოვდივარ ხოლმე, მიხარია. აქ მოსვლამდე ვიცოდი მხოლოდ Photoshop-ის მცირე ნაწილი. ვიცოდი ვიდეოების მიჭრა-მოჭრა, ესე ვთქვათ. თითქმის არ ვიცოდი არაფერი მართლა. ვიდეო მონტაჟის შესახებ არაფერი არ ვიცოდი. საერთოდ ნულიდან დავიწყე ყველაფერი. რა ვიცოდი ზე კითხოს გაგცემ რომ არაფერი არ ვიცოდი. თითქმის არაფერი არ ვიცოდი, მაგალითად პრემიერში დაჭრის, ვიდეოს დაჭრის გარდა. ყველაფერი ვისწავლე ნულიდან. ბევრი რამე, ვიდეო ედიტინგი, Photoshop-ი და რა ძალიან ბევრი ეფექტი, ხმისდადება, ხმაზე მუშაობა, კადრების განაწილება მაგალითად. ვიდეო გადაღების ხელოვნების კურსის გავლის შემდეგ ფიქრობ, რომ უფრო მეტ დეტალს მივაქცევ ყურადღებას, რასაც აქამდე არ ვითვალისწინებდი. სახალისო. ყოველი დღე იყო. ნახსენდება ზოგადად გაკვეთილის პროცესები და თამარის ხუმრობები განსაკუთრებით. არაფერი ამომიტივდი და სერიოზულად ვიყავით. სიმართლე გითხრათ, ყველა ლექცია ასე თუ ისე სახალისო იყო. პრინციპში ვერ გავიხსენებ ისეთ მოწყიანი დღესა. გზა. აქ მოსასვლელი გზა იყო თავგადასავლებით სავსე და სახალისო. ფეხით ამოვედი, იმიტომ რომ გავუჭებული იყო გზა. საშინელ მდგომარეობაში ეს მერიას ამოუჭერეთ. პროექტმა ძალიან ბევრი ახალი რამ შემძინა. რაღაც ერთი თავით უფრო განვითარდი ვიდრე ვიყავ. პირველ რიგში ალბათ მეგობრები. ცოდნა, ალბათ ყველა ამას იტყოდა. ახალი მეგობრები. როგორც სტუდენტებიდან, ასევე ლექტორებიდან. გავიცანი მეზობელი რომელიც ჩემს წინ ცხოვრობს ასევე და მანამდე არ ვიცნობდი. პროექტმა შემძინა ჩემი YouTube არხის მართვის უნარები. ეს არის ვიდეო გადაღება, ვიდეო მონტაჟი და Photoshop-ით გარეკანი ფოტოს შექმნა. ფიქრობ, რომ ესეთი პროექტები საჭირო არის ახალგაზრდების განვითარებისთვის. ძალიან გამოყენებადი და საჭირო უნარჩვევებია. შენ თავის პოვნაში გეხმარება ჩემი აზრით ესეთი პროექტები. სფერო არის მომავლი, შესაბამისად პერსპექტიულია ძალიან. ამას მარტივად ვერ ჩაგუნაცავს ვერც ხელოვნური ინტელექტი და სრულიად სახლიდან შენი პატარა ლეპტოპით იმუშაო და კონდეს ღირსეული და კარგი ანაზღაურება. ანაზღაურებას თავი რო გავანებოთ, ეს არა ისეთი მოსაწყენი პროფესიები დაუშვათ, როგორც ნებისმიერი სხვა არ დავაკინებ არცეც. ეხაც სიამოვნებით დავბრუნდებოდი 2 თვის უკან და თავიდან გავივლიდი ამ კურსს. კი, უდაოდ უეჭველი. 2 თვის წინაც და 2 თვის მერეც. ახლაც რომ ახალი კურსი დაიდოს, იქაც სიამოვნებით დავრეგისტრდებოდი. 2 თვის უკანაც და ახლაც სიამოვნებით შემოვიტანდი, რომ ახალი რაღაცები ვისწავლო კიდე. დენიაზე რაღაცები გაგიმარტე, ხო? არ გამოვრიცხო.